წმინდა ნინოს სასწაულმოქმედი ვაზის ჯვარი სამების ტაძარში დაასვენეს. სიწმინდე სიონი და ნინაობის დღესასწაულის გამო გამოაბრძანეს. ხატის საკათედრო ტაძრის საკურთხეველთან არის დასვენებული და მისი მოლოცვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. სამებიდან ლევან ჩხაიძეს ვთავთ პირდაპირ ეთერში. ლევან, დაიწყო თუ არა მრევლმა უკვე ტაძრის ხატის მოსალოცად ტაძარში მოსვლა? მრევლმა სასულიერო პირებთან ერთად სასწაულმოქმედი ჯვარი რამდენიმე წუთის წინ მოასვენა სამების საკათედრო ტაძარში. ის დააბრძანეს საკურთხეველში. ეს არის მეოთხე საუკუნის ჯვარი, რომლის საშუალებითაც წმინდა ნინო კურნავდა სნეულებს და მათ შორის განკურნა ნანა დედოფალიც. ხვალ უკვე წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით ჯვარს დააბრძანებენ სამების ტაძრის შუაგულში და მრევლს შეეძლება რომ მოილოცოს და ემთხვიოს ამ ჯვარს. აქ არის ძალიან ბევრი ადამიანი შეკრებილი და სამების საკათედრო ტაძარში უკვე დაიწყო პარაკლისი. მიზანი ვაზისა, რომელიც გამოცხადებით მიიღო ღვთისმშობელი მარიამისაგან მან და ნათლად და ცხადად ხელში იპყრა, შემდეგ თავისივე თმებით, თავისი ნაწნავით დაახვია და ეს ჯვარი მას შემდეგ ბრძანდება წმინდა სიონის ტაძარში. ხედავთ აქ. ეხლა უნდა გადაბრძანდეს აქ არიან მოზროები წმინდა სამებიდან. ყველაფერია ალბათ ქრისტიანისათვის წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი. ალბათ როცა წმინდა ნინოს დახრილი ჯვრის ფრთები გაიშლება, საქართველოც აფრინდება, მოემზადება გასაფრინად სეციურ სამყაროში. წმინდა ნინო არის ხერხემალი, აი მართლმადიდებლობის და ქართველობის, აი ჩვენი კულტურის ერთ-ერთი და ეკლესიის. ამიტომ დღევანდელი მადლი, რომელიც სიონის საკათედრო ტაძრიდან სამების საკათედრო ტაძარში დასვენდა, ეს მადლი არის უდიდესი მადლი. ხვალ წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით საქართველოს ყველა ეკლესია მონასტერში აღევლინება საღვთო ლიტურგია და სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორე უკვე დილის 9 საათიდან აღავლეს წირვალოცვას. მე კი მინდა ვისარგებლო შემთხვევით და წინასწარ მიულოცო ყველა ნინოს ეს ბრწყინვალე დღესასწაული.